პირდაპირ მე მიყურებდა. ამ დროს დავინახე, რომ სხვებმაც გაახილეს თვალები. მათ იციან, რომ აქ ვარ. უკან დავიხიე. მოულოდნელად ფეხი რაღაცას წამოვკარი და შავ სქელ მასაში ჩავვარდი. არდგომა არ შემეძლო, რადგან სითხე ძალიან წებოვანი იყო. ხელები და ფეხები მისრიალებდა. უბრალოდ უკან მივდიოდი, ბოლოს კი კედელს მივებჯინე. ისინი უკვე ძალიან ახლოს იყვნენ. მივხვდი, რომ ეს დასასრული იყო. სახეზე ხელები ავეფარე და საშინელით კივილისთვის მოვემზადე. ისინი მიახლოვდებოდნენ, მაგრამ არაფერს აკეთებდნენ. თუ უკვე დამგლიჯეს და ვერ ხვდები, მაგრამ არა, ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. გარკვეული დროის შემდეგ ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. მათი ნაწილი იწვა, ნაწილი კი გაუნწრევლად იდგა. ამ შავ მასაში ამოვისვარე, რომელიც მათგან ჩონავდა და ალბათ მათიანად მიმიღეს. მართალია საშინელი სუნი ჰქონდა, მაგრამ ამ სითხემ სიკვდილს გადამარჩინა. როცა გასასვლელს მივუახლოვდი, ძაღლი აღარსად ჩანდა. ბუთლები ავიღე და გარეთ გავედი. გადავწყვიტე სახლში სხვა გზით დავბრუნებულიყავი. უკვე ბინდებოდა, თავშესაფარში მისვლას ვეღარ ვასწრებდი, ამიტომ ადგილი უნდა მეპოვა, სადაც ღამის გათევებას შევძლებდი. ერთ-ერთი შენობა ავარჩიე, კარს მივუახლოვდი და გაღება ვცადე, მაგრამ უბნიდან რაღაც ხელს უშლიდა. ფანჯრიდან შეპარვა გადავწყვიტე, დავინახე რა უშლიდა ხელს კარს გაღებაში. ეს უცნობი ქალბატონის გამომხმარი სხეული იყო. ის აწვებოდა კარს, გვერდით კი საწევარა ედგა. ალბათ მათ აქ შემოირბინეს ამ საშინელების დაწყებისას, რათა თავი შეეფარებინათ, მაგრამ აქ მხოლოდ სიკვდილი იპოვეს. ვერც კი წარმომიდგენია, რამდენად საშინელი ისტორია გადახდათ თავს. ყველა ფანჯარა და კარი გადავკეტე და დასაძინებლად დავწექი. ჩუმად თუ ვიქნებოდი, პრობლემა არ უნდა შექმნილიყო. ვიწექი და დღევანდელ დღეზე ვფიქრობდი. რატომ წვანნეზე, ზამთარს ძილში ატარებენ, მაშინ ცხოველები რატომ დარბიან თავისუფლად ქუჩაში? რა შავი სითხე იყო, რომელშიც ამოვისვარე, მან ხომ სიკვდილს გადამარჩინა. შემდეგ ამ ქალბატონზე დავიწყე ფიქრი, რომელიც საკუთარი ბავშვის დაცვას ცდილობდა. ამ დროს უცნაური ხმა გავიგონე. ვიღაც კიდევ იყო ოთახში ჩემთან ერთად. საწევარა გამოძრავდა. გასაოცარია. ვინმეს რომ ეთქვა, რომ ნახევარ წელში ქალაქში თითქმის მარტო მოვიქნებოდი დარჩენილი ცოცხალი და ღამის სასურსათო მაღაზიაში გავათენებდი. სადაც საწევარაში ზომბ ბავშვს ეძინა, ალბათ სიცილით მოვკვდებოდი. ახლა კი ეს ახალი რეალობაა, რომელშიც ცხოვრება მიწევს.